თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ქართული კლუბური ცხოვრება, ანუ კლაბინგი წარმოადგენს ფრიად გასაკვირ, თუმცა ძალზედ საინტერესო ფენომენს. ის ხშირად გვხვდება ტუსოვკების სახით, თუმცა ტექნოლოგიებსა და ხალხის განვითარებასთან ერთად, კლაბინგის არეალი უფრო და უფრო იზრდება. ქართულ კლაბინგს დიდი ისტორია აქვს და ის დღესდღეობით არ კარგავს აქტუალურობას. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ქართული კლუბური ცხოვრება, ანუ კლაბინგი მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს. ხალხს საქმე აღარ ჰქონდა და რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლება განიცნახა. ამის შემდეგ კი ხალხში ქაოსი იყო. ერმა არ იცოდა რა უნდა ექნა და კეიფი დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი გაგრძელდა მხოლოდ 70 წელიწადი. 2000-იან წლებში კლაბინგი ისევ პოპულარული გახდა ქვეყანაში. ქართული კლაბინგი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, თუმცა ის ძირითადად ორად იყოფა: სვეტსკი და თბილისური გულაობა და ჰიპსტერული ევროპული ტუსოვკები. ნახ თბილისურ სვეტსკურ გულაობას შეიძლება გადავაწყდეთ მხოლოდ თბილისურ კლუბებში. იქ არის ყველაზე გემოვნებიანი მუსიკა და გარემო. დამახასიათებელი ელემენტებია რკინის აშეინიკი და ქუსლებიანი ბასანოჩკები გოგოებისათვის და გადახოტრილი თავი ბიჭებისათვის, თუმცა ამ დიად გულაობას გამოეყო ბაბულიკათა და მათ გოგონათა ერთი ნაწილი და შეუერთდნენ მეორე ტიპის გულაობას, კერძოდ კი ჰიპსტერულ ტუსოვკებს. ჰიპსტერული გულაობა ძირითადად იმართება თბილისის ორ კლუბში: კაფე გალერიაში და პასიანზე. ხალხური თქმულების მიხედვით კაფე გალერეა იმნაირებისთვის, ანუ გეებისათვის განკურნილი ზავიძენია, თუმცა არც ერთი ისტორიული წყარო ამას არ ადასტურებს. პასიანზე კი სავარაუდოდ ნარკომანები იკრიბებიან და არც ამას არ ადასტურებს არც ერთი წყარო. რჩევები კლუბში მოქცევასთან დაკავშირებით. პირველად რჩევებს გავცემთ გოგონებისათვის. არასოდეს არ დაიწყოთ მომზადება ივენთისათვის 11 საათამდე. კარგად მოემზადეთ, ამოიღეთ კარგად დაყენებული სახეები, თქვენი ტუმბოჩკებიდან გაიკეთეთ ისინი, დაპრუწეთ ტუჩები, ხელში დაიჭირეთ iPhone-ი, მოამზადეთ მასზე ფოტოაპარატი, ჩაიცვით ქუსლებიანი ფეხსაცმელი, წაისვით 25 ტონა პომადა, ტონალური და ლაინერი. ბოლოსკენ კი იგრძელით თავი თვითდაჯერებულად. დაიჭირეთ პაწუკა ხელჩანთა და მიდით კლუბში. ივენთის დროს არ დაგავიწყდეთ 60 ცენტერის სურათის გადაღება და სასურველია იმწამსვე სოციალურ ქსელში ატვირთვა, რათა ამ ფაქტმა გამოიწვიოს თქვენი ფრენდების გულზე გასკდომა. მოწიეთ კენტი და დალიეთ არაყიანი კოქტეილები. იცეკვეთ ნელა და სანდომიანად. რჩევები კლუბში მოცეკვავე ბიჭებისათვის. ხალხის მასაში ადვილად უნდა იცნობოდეთ. ქუჩაში დღისითაც, როცა ნაყინს ჭამთან ტლეკთ, ან სულაც შაურმას ულაწუნებთ ყბაში, უნდა მიხვდნენ, რომ კლუბური ცხოვრებით ცხოვრობთ. ყოველთვის გადაკიდებული გქონდეთ ჩანთა, რომელიც თქვენს სხეულს დიაგონალზე კვეთს, უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული თვალები, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი და აწეწილი თმა საკუთარი სულივით. სულ ეგ არის. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.